ისე ურთიერთბრალდებების მიზეზია ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივები, გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ითვალისწინებს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაინიცირდება ქართული ოცნების კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამერიკულ ფარას ანალოგის ქართულ რეალობაში გადმოტანას გულისხმობს. ორივე ინიციატივას მმართველ გუნდში ეროვნული ინტერესების დაცვისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის არგუმენტით ამყარებენ. ხელისუფლების ოპონენტები კი დაანონსებულ ცვლილებებს რეპრესიების ახალ ტალღად მიიჩნევენ. თათია ტაბეშაძემ მოისმინა პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თათი. ტექნიკა, კანონმდებლობები, რომელიც ახლა შენ ჩამოთვალე, ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. აი თავად ქართული ოცნებას კი მათი საქმიანობის კეთილსინდისიერებაში ეჭვიეპარება. მაგალითად, ბრალდებები არის ასეთი, რომ მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან აპოლიტიკურები. უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხები ირიცხება პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ბიუჯეტში და რევოლუციურ პროცესებშიც მონაწილეობენ. აი ამ ბრალდებების ავტორმა ქართულმა ოცნებამ მესამე სექტორს დაავალა მეტი გამჭვირვალობა გასულ წელს და ამ მიზნით მიიღო კიდეც უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც მოჰყვა საკმაოდ დიდი პროტესტი გაზაფხულის აქციებზე ჩვენ გვახსოვს და მაგალითად თავად მესამე სექტორმა მას უწოდა რუსული და პროტესტის ნიშნად დღემდე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები არ რეგისტრირდებიან აი ამ სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ბაზაში. დღეს კი ქართული ოცნება ამბობს, რომ გაუქმებს ამ რეზონანსულ კანონს და სანაცვლოდ სიტყვასიტყვით თარგმნის და გადმოიტანს ამერიკულ ფარას, ანუ იგივე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს, რომელიც ქართული ვერსიისგან განსხვავებით არის კიდევ უფრო მკაცრი ვერსია. ვიდრე ფარას განხილვას დაიწყებს საქართველოს პარლამენტი, მანამდე გეტყვით, რომ გრანტების შესახებ კანონი უკვე განიხილება, კანონში ცვლილებები უკვე განიხილება და ეს ცვლილებები მიმდინარე კვირაში მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდება. ამ ცვლილებების შესახებ ვიდრე მოგახსენებდეთ, გეტყვით, რომ ქართული ოცნება ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების მსხვილ წარმომადგენლობას ადანაშაულებს იმაშიც, რომ ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფენ და სანაცვლოდ ისინი ფარულ მიზნებს ახორციელებენ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომლისგანაც ისინი იღებენ დაფინანსებას და ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები გაატარონ, თუმცა დონორები არ აფინანსებენ, აი სწორედ ასეთ ორგანიზაციებს ხელისუფლება სთავაზობს სახელმწიფო გრანტს. მარტში შეიქმნება სახელმწიფო გრანტების სააგენტო, მას წლიურად მისთვის განისაზღვრება ბიუჯეტი, წელს ეს არის მაგალითად 20 მილიონი ლარი და სწორედ სააგენტო განსაზღვრავს კონკურსების საფუძველზე თუ ის როგორ მიანიჭებს გრანტს. აი ამ ორი კანონის შესახებ, იქნება ეს ფარა თუ იქნება გრანტების შესახებ კანონი, ოპოზიციაში და ქართულ ოცნებაში პოზიციები ისევე არის განსხვავებული, როგორც სხვა შემთხვევებში. ჩარევებს რომ ებრძოდეს რუსული ოცნება პირველ რიგში რუსული ჩარევისგან, ოკუპანტი სახელმწიფოს ჩარევისგან და მავნე გავლენებისგან დაიცავდა ქართულ სახელმწიფოს. ნაცვლად ამისა ცდილობენ რომ ქვეყანას გადაკიდონ საქართველოს მეგობრები. ეს ასე არ მოხდება, იმიტომ რომ საერთაშორისო პარტნიორები იდგებიან და დგანან ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ საერთო ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. ხდება უბრალოდ ოცნების მომსახურეებისთვის ფულის გადაცემის ლეგალიზება და ამას არქმევენ ისინი გრანტებს. დაამტკიცეს რუსული კანონი, რომელიც უშედეგოდ იქნა ცნობილი და ასევე ახლა უკვე ეგრეთ წოდებული deep state-ის წიაღიდან წამოსულ კანონს ფარას გვთავაზობენ, ფარას სახელწოდებით და ცდილობენ რომ ეს კანონიც გახდეს პოლიტიკური რეპრესიებისთვის განკუთვნილი. რატომ თვლით, რომ რაღაც თუ არის ამერიკული ან ევროპული, ჩემთვის არის აპრიორი ჩვენს კონტექსტში მისაღები. საქართველოში ეს არის რუსული. ამერიკაში, როდის მიიღეს ეს კანონი, თუ შეხედავთ ისტორიულ მომენტს, დაინახავთ, რომ სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. ეს იყო ამერიკის
დემოკრატიის დასაცავად ტრის ინტერესების გავლენისგან და საქართველოში ეს კეთება ტრის ინტერესების გასატარებლად 30-იან წლებში მიღებულ სკერიმის მე უამრავი ცვლილება არ შესული და ახლა რაც მოქმედებს იმას თარგმნით სიტყვასიტყვით. მაშინ სხვა გამოწვევები იყო, მაშინ ფაშიზმის წინააღმდეგ გამოწვევები იყო და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს სხვა გამოწვევები და ამ გამოწვევებზე კარგად არის მორგებული, მათ შორის ფორმულა რომ უკვეთავდა ანტიქართულ რაღაცეებს თავის აზერბაიჯანის კოლეგას ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებს. ისიც კი ფარასგან გავიგეთ. უფრო მკაცრი კანონია ის რასაც ახლა ვაინიცირებთ. რატომ არ აქვს პროტესტი? უფრო მკაცრ კანონზე რატომ არ აქვს პროტესტი? იმიტომ რომ პიარულად რაკნან ჯერ არ იციან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა რომ ესენი რომ ამბობდნენ გახსოვთ როგორ მეგობრები რომ ფულს გაძლევენ კეთილი მიზნებისათვის. თურმე კეთილი მიზნებს 5 და 7% მაქსიმუმ ისიც თუ ხმარდებოდა. სფერო არ დარჩა სადაც არ არის მათი სასიცები და ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკას აფინანსებდა. გონია რომ ის კაცრი კანონი რაც არის ფარა ერთ-ერთი დავაკოპიროთ, თარგმნოთ და გადმოვიტანოთ და მგონია რომ ეს მაქსიმალურად დააბალანსებს აი ამ არაჯანსაღ ინტერესებს საქართველოში. გრანტების ნაწილში ჩვენ იცით რომ გარკვეული ორგანიზაციები, მათ შორის USAID, მათ შორის სხვა ორგანიზაციები ზოგი დემონსტრაციულად გაწყდეს, იმიტომ რომ ჩვენ გავშიფრეთ ისინი და არ აფინანსებენ ცალკეულ მიმართულებებს. ხო ჩვენ ვთქვით რომ შეიქმნება ეროვნული ასე ვთქვათ საჯარო პირი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა რომ დააფინანსოს რეალურად მათ შორის სოფლის მეურნეობაში გარკვეული პროექტები, მათ შორის განათლებაში, ახალგაზრდული მიმართულებით, მათ შორის სახელმწიფო ინტერესებში რაც იქნება. ის რომ მესამე სექტორის გამჭვირვალობა აუცილებელია, ქართული ოცნება ახლა უკვე ამის არგუმენტად იშველიებს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც გაკრიტიკებულია მაგალითად უცხოური დონორი ორგანიზაციები USAID და NED და მათ შორის ნათქვამია ისიც, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერეოდნენ. მადლობა, ეს თათია ტაბეშაძე იყო.